მოგესალმებით მეგობრებო, დღეიდან G2 Scoot-ის თემების სპონსორი გახლავთ ლუდისა. მე გახლავართ ლაშა გელაშვილი და დღეს მოვედი მაფიის სათამაშოდ. და დღევანდელი G2 Scoot-ის თემა გახლავთ ბილწის სიტყვები. თქვენ ხომ არ იცით რომელიმე ბილწის სიტყვა შემთხვევით? მე ასე ვიტყოდი რომ ბილწის სიტყვები მაფიაში არ მოსულა მეგობრებო, რომ false აიკიდებთ. აუცილებლად მოგეხსენებათ რომ მეოთხე ფოლზე თამაშიდან ვარდებით, ამიტომ თავი შეიკავეთ ყოველგვარი ხ***ის თქმისგან. შემდეგი თემა მეგობრებო, გახლავთ ცათამბჯენები. თქვენ ყველაზე ასე თქვათ გამორჩეული ცათამბჯენი რომელი იცით? 911. 911 მაფიოზია. გუნდი გონიათ თუ ხო იცით რა, 11 მეც მაფიოზი, მეც შავად მყავს ნაპონი რა, მაგრამ 9-იანს არ ვფიქრობ, შეიძლება გუნდში არ იყვნენ. 9 გავიდეს ჯერ? 11 ვყავს შავად და ორივე ხო არ მოხსნათ ტყუპებივით. მოხსნათ ორივე, დავტოვოთ თუ ბალანსით ამერთ. მოკლედ მეგობრებო, თავისუფალი ხმის მიცემაა და 9-ში და 11-ში ხმები გაიყოფა რა. მოგესალმებით, დავით ხარაბაძე, საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი. გამარჯობა, ცოტნე გოჩოლეიშვილი, არხი ოქტომბრის მსახიობი და ლუდისას ამბასადორი. ჩემს წარმოდგენაში და აღქმაში რაღაც მანიაკის როლი თითქოს დუბლირება განიცადა და უფრო გაძლიერდა ეს მიმართულება და მე მგონი ამან თამაშს უფრო ინტერესი შეძინა, დაძაბულობა შეძინა და უფრო მეტი ეშხი შეძინა. ხო, მე ცოტა არ იყოს ნერვიულობ, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გამომივა ეგ კარტი რომ ამობივიდეს და ისე ხო, გეთანხმები რომ ცოტა უფრო დაძაბული გახდება თამაში და საინტერესოც. დღევანდელი G2 Scoot-ის თემა არის დრონები ოღონდ საბრძოლო. საბრძოლო დრონებზე რას ვიტყვი მე? ხო, საბრძოლო დრონებზე რას ვიტყვი? საბრძოლო დრონები არის ძალიან მაგარი. ძალიან მაგარია. ნუ ეხ ჩვენ რეალობაში, რასაც ხედავთ სოფლიოში, მთელი ომის გადაბეჭს ყვეტავს ვისაც უფრო მეტი საბრძოლო დრონი აქვს. გინდა საბრძოლო დრონები რო გქონდეს? აუ, კი. რამდენი? აუ, 1-10 ცალი. რა სიზამთი? ვერ მომეკარებოდა ვერ. რადიოში 5 კილომეტრის რადიოში. აუ, ბაბიჩო. ჩემი ოცნება ის რა ქვია, სასწრაფო დახმარება რო იყოს დრონებით. ტაბლეტი რო გადააქვს. ვიღაც თავით კივა და ზემოთ. თუ ჯაუგდებს. ხო და ის ფაქტი თუ იცი შენ რომ ერთხელ ყვითელი კვატები რო ჩაიყარა წყალში, ძალიან ბევრი. And გემი ჩაიზირა, ბევრი ყვითელი კვატი იყო. მაგითი აღმოაჩინეს დინებები. და გაგასო. რა მაგარი. ეხათ მოულობენ ალაგალა კიდე. შენ ის ფილმი თუ აქვს ნანახი? რეზინის იხვი. არ გაქვს ნანახი? მართლა უყურე. სერიოზულად. დავინტრიგდი. არა. იმის ტრაილერის ძღოლები რო არიან. და ერთი რეზინის იხვი? რეზინის იხვი ქვია ზედმეტსახელად პირველი ვინც მიდის იმას. ჩელენჯი ნაკრების ექიმს. ნულოვან წრეზე შენს წინ გამომსვლელებით ცალ-ცალკე და არგუმენტირებულად შეადარე ქართულ კლუბებს. კი, ვიზამ. შენს წინ ვიქნები, მაინტერესებს რომელ კლუბში შეადარე. ჩელენჯი ლუდისასგან ცოტნეს. ნულოვან წრეზე შენს წინ ჯდომს თავისი ლაპარაკის დროს აჭამე ხელით ლუდისას ჩიფსი, თუ შეჭამს მიიღებს 300 ლარს. თუ არ შეჭამს, შემდეგ გადაცემაში გაურმაგდება სხვა ჩელენჯის პრიზი. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, უყურეთ მაფიას, ისიამოვნეთ, იხალისეთ. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს სტუმრად ვარ, სად ვარ სტუმრად? რაღაც მაფიოზობანაზე დაგვიძახეს, გადმოდით თუ ვითამაშოთ და ჩვენც ჩამოვედით რა. ვიცალა და განმოვედით ხო? მე ვარ თეო, იგივე თეარტი და რა გამოცდილება მაქვს მაფიოზობან, არანაირი. შენ გაქვს ამ გამოცდილება, გითამაშია? არა, არასოდეს არ მითამაშია. მოგესალმებით პირველ რიგში, მე ვარ კატო. დაბადებული მაფიოზად, უბრალოდ ეს ალბათ ხომაღლა არ უნდა ვთქვა, მაგრამ წამომსდა. სული. მაფიის გამოცდილება საერთოდ არ მაქვს, ამაში მხოლოდ ბავშვობაში, მაგის მერე არა. მაგრამ ამ კონტენტის მაფია არასოდეს არ მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, ძალიან მღელავ. მინდა რომ მოვიგო, თაგებისთვის არ ვარ მოსული და იმედი მაქვს რომ პირველივე ჯერზე არ გამაგდებენ და გამაპინტრებენ. ეგერი კი. იმედი და ნახოთ რა. ნახე გადაცემები, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, უფრო ჩათრევი, მე მგონი, არ ვიცი, ეს ეკრანიდან ესე ჩანდა და სინამდვილეში ხა იქ რო დავჭდები, არ ვიცი რამდენად ჩამითრევს იქ ყველაფერი.
გარემო ძალიან მომწონს. ხო, არ ვიცი, რომელი პერსონაჟი შეიძლება ვიყო. ყველაზე მშვიდად ალბათ, როგორც უმეტესობა იძახის ხოლმე, თუ პატიოსანი მოქალაქე ვიქნები, უფრო მშვიდად ვიქნები, რა თქმა უნდა. თუმცა მაფიოზი თუ ვიქნები, ჩაცმული ტყუილა არ ვარ ესე რომ. მე ალბათ მოვიგებდი, რომ ვიყო შოგუნი. სწორად ვამბობ, შოგუნი. ხო, ძალიან საინტერესო როლია ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც ვიცი, არ შავდები, ხო, არ მოწუნები, არ ვშავდები და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა შოგუნად თამაში. კარგად მოვიტყუებოდი, რომ ძალიან პატიოსანი მოქალაქე ვარ და დავაჯერებდი ყველას. რამე კარგია მოიღე. რამე საინტერესო. აი, დღევანდელი ჯითუს თემა არის. საინტერესოა, მართლა საინტერესოა. ხრუშოვკა. გიცხოვრია ეს ხრუშოვკაში? ხრუშოვკაში? მე არ მინახავს ხრუშოვკები არსად. ბოდიში ეხა თქვენაირი მაგ დივა ხრუშოვკასთან ძალიან არა, გენაცვალე, ჭიათურაში ხრუშოვკები არ იყო. გენაცვალე. ჭიათურაში ხრუშოვკები არ იყო. მე უფრო გამოქვაბულები და მაღარო. ნუ ფაქტობრივად დოფიქტებით იგივეა კი. ხრუშოვკაში ცოტა მეტი კომფორტია. ხო, ხრუშოვკის კომფორტი შეიძლება ცოტა უფრო მეტი კომფორტია, მაგრამ ვიოცნებებდი სიმართლე რო გითხრა, ჩემი ცხოვრებისეული მიზანი იქნებოდა, რომ ერთი კაი ხრუშოვკა დიდი ღომში აღარ არის. აღარ აშენებენ ეგ. მაშინ ავაშენე. ეხანდელი პროექტები ვიზრაჟე გამჭვირვალე ეხლა არიციან. ეხლა არაფერი არიციან და აზე არ არიან და რაღაცა მომიგონეს იქ ლოფტი, სოფტი. დღევანდელი ჯითუს ქუდის თემა არის ნისიების რვეული. მახსოვს 90-იანელი ოქულ დავთარ მწვანე რვეული. ხა მითხარი სიმართლე შენთან რამდენი ადამიანი მოსულა პოსლებზე მაკიაჟის გასაკეთებლად? როდეში რატო მაკიაჟის გასაკეთებლად? და მეორე რატო ჩემთან? არა, ჩემთან არ დადიან ხოლმე, მაგრამ მე შეხუტაზე ხარ ხოლმე. მე დავდივარ კი, როგორც ინფლუენსერი მეპატიება. რა, ინფლუენსერები ყველა ზოგადად ნისიების რვეულებს. ჩვენი ნისიების ყველა რვეულები. პოსტზე დავდივარ, ხო? ხო, კი, ნისიების რვეული ძალიან საჭირო ნივთია. ყველა ინფლუენსერს აქვს ერთი ცალი ჩაგდებული. თან მე რომელი მაქვს, იცი? გახსოვს ბავშვობაში მწვანე რვეულები რო იყო. მაგას უწერია, ოქუ, აქ რო ხდება. აი, ფურცელი კი, მახსოვს. მე წავედი და შენ აკიყავ. სულ კარგად ბრძანდება. თამაში შევხვდებით გენაცვალე. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ მოვედით მაფიაში მე და ქორო. ქორომ წინაზე მოიგო, მე ძალიან წავაგე. დღეს არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ კარგს მიგზნობს გული. გამარჯობა, მე სხერპლი ვარ და მონღოლების ბევრად მომგვარეს. ალაუშოს. შენ კარგი ადამიანი ხარ, დაგიპასდება. მადლობა. ჰიტა ძალიან გესიამოვნა, როგორც ვიცი, წინა თამაშში შენი გუნდელი ვინც იყო ის ადამიანი. ფრიად სასიამოვნო ადამიანი გახლავთ კი. კი ბატონო. შოგუნის როლი მქონდა მე წინა თამაში. დიახ. ფიქრობდი რომ ამ ახალი წესებით შოგუნი ჩემი საყვარელი როლი იქნება, რადგან არ მოწდება და შეგვიძლია მარტივად გაძრე ბოლომდე და კი ამომივიდა პირველივე წელზე, მაგრამ ძალიან წავაგე. არაფერი არ გამომივიდა. რატო გუნდელზე რა სიტყოდი, რამე ისეც გუნდელს ვერ დავაყენებდი. რასაც ხშირად თვითონ ამბობს ხოლმე, რამე ეგეც ხო არ იტყოდი შენ გუნდელზე. ადამიანი ზოგადად ვერ საუბრობს სხვაზე. არა, ადამიანზე არ ვსაუბრობ. ანუ ადამიანი რასაც წარმოთქვამს პირიდან, ეგ მხოლოდ მას ეხება. ხო, ნუ მნიშვნელობა არ აქვს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, ამიტომ ეგეც ჩვენ ყველა ჩვენ სიტყვებზე ვართ პასუხისმგებელი და მის ზეგავლენის ქვეშ ვექცევით ჩვენი ცხოვრებით. კარგი, მე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ საოცარი გუნდი მყავდა წინაზე და ნახოთ ეხლა დღეს როგორი გუნდი. კოპალა და ბასტო იყო შენი გუნდის წევრები და კი ბატონო. კოპალაც იყო, სულ ფრიად წარმოსადეგად მოიგეთ. ჰიტა, იცი, აქ ჩიპსები როდევს, ყურში გაქვს ერთი ცალი. ჩემი საიდან გავა? ისი გემო, არაჟანი და ხახვი, აბა ნახე. ერთ წამი შენ საიდან გაიჩინე. შენ საიდან გაიჩინე. ლუდისას, ეს ლუდისას ოთახია? ეს ლუდისას რუბრიკაა, ეხ ჩაგვერთვებიან იქიდან ცელსიუსის წარმომადგენლები და პრიზს გადმომცემთ. არა, არ მინდა, მადლობა. ნუ კარგი. ამოვალ ცოტა ხანში. მადლობა. კარგი. ჰიტა. რა იქნებოდა ლუდისას სლოგანი შენთვის? მადლობა. დამზადებულია კარგული პომიდორი. აი ეს იყოს. სკლინტის როლი ევოლუციაში.
მე მგონი კლინტის როლი ევოლუციაში არის ის რა როლიც ჰქონდა კორონას. როგორც იცით, კორონა იმიტომ შეიქმნა, რომ დედამიწის მოსახლეობა ცოტა მოდლებულიყო, მაგრამ კლინტიანებს არ გაუვიდათ ეს ყველაფერი. ყველანი ცოცხლები გადავრჩით და რაც თავარია უკვე ციხეში შედან ყველანი, ამიტომ ევოლუციაში ვერაფერი წვრილი ვერ შეიტანეს. ევოლუციას ახლა დავაკვირდი რომ ეწერა, აქამდე რაღაც სისულელეები ვილაპარაკე. ქათამი ხო დინოზავრიშთა მომავალია და დინოზავრის კლინტი გამოდის რომ იყო რძეში? მე მიძრები, მე მოსაზრებას. მაგრამ იარსებოს თავის პონჩი. დედამიწა გადაიღებ ორგანული ქიმია. შენი საყვარელი თემა მოგივიდა. თარა. აი რამდენად ორგანული ხარ ქიმიაში? ზოგადად ადამიანის ურთიერთობაში მთავარია ქიმია იგრძნო პირველად და დანარჩენი ყველა კომუნიკაცია და რაღაცა ეგეთი ვაიბი ქიმიაზე შენდება შემდეგ. გემშვიდობებით, უკვე უშუალოდ თამაშს უყურეთ, მეგობრებო, ჰიტამ რა საოცრებები ჩაიდინა და როგორ გავცუცურაკდი, აი, ვერ წარმოვიდგენდი ჩემი თავისგან, რომ ესე გამოცუცურაკებდა ჰიტამ. სალამი, მე ვარ ნოდო. მაფიაში მოხდი TikTok-ის ედიტებიდან, რამდენიმეჯერ გავიმარჯვე თამაშებაში და ასე მიპოვა G2G. სალამი, მე გიორგი ვარ დანელია და მე არ მოვხდი TikTok-ის ედიტებიდან, მაგრამ მოვხდი და მიხარია. ზოგადად ვისურვებდი რომ რაიმე როლი მომივიდეს პირველ რიგში, იმიტომ რომ ბოლო 3 თამაში მე მგონი სულ პატიოსნის როლში ვარ და ძალიან მიმარტივდება, ეხაც ვიტყვი და იქაც ვიტყვი რომ ძალიან მარტივია პატიოსნის თამაში, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როცა რაღაცა როლი გაქვს და ისე თამაშობ. ხო და განსაკუთრებით ახალი როლი თუ გაიჭითება, იმიტომ რომ საინტერესოა საერთოდ მოკლედ არ მაქვს ესე გათავისებული რა, არც ის არ მქონდა ეხლა დამხეცებული, მაგრამ ახალისებს, ახალი როლები ზოგადად თამაშს და ზოგადად სიტუაციას და ძალიან საინტერესოა რა მოხდება რა. უბრალოდ აი იმ ხუთში არ მოხდება, ოღონდ სადაც უბრალო პატიოსანის როლში ხარ, თორე უეჭველი ბოლო 3 ადამიანში ვიქნები და ისე უეჭველი რომელიმე შეცდება და მე რაღაცა ცუდი მოხდება გადაღების გარეთ და არ მინდა რა. ჩემი აზრით პატიოსასაც ძალიან მოგამე გავუჩნდა ამ თამაშში რა. თუ გევასება აი მოძებნა, გამოძიებები და ისინი პატიოსნიდან უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ძირითადად ერთი დეტექტივით იშვიათად მიდის ხოლმე თამაშები რა. ეხლა წინა ორ ეპიზოდში ცოტა ისეა ეწყო, მაგრამ 2 დეტექტივი, 3 დეტექტივი იხსნება ხოლმე და უფრო საინტერესოა ხოლმე მე პატიოსნის მხრიდან იმის გარკვევა რომელია ნამდვილი დეტექტივი რა. ხო, მაგრამ ამ შუა კვლევა-კვლევაში შეიძლება усებ უბრალოდ გაგიშვან რა, ღამე და აი out of game იჩქები უც. დღევანდელი G2-ს ქუდის თემაა 12 მეტრიანი ავტობუსები. 12 მეტრიანი ავტობუსები. საინტერესოა 12 მეტრიანი ავტობუსები. ზოგადად რამდენი მეტრის არის ხოლმე ავტობუსები არ ვიცი. მაგრამ 12 მეტრიანი ავტობუსი ალბათ დიდია, ხო? ალბათ ეგ არის, გადაბმული რო არის. კი. რო უბრალოდ ამაზე გამახსენდა სხვა შორის სმიტების სიმღერა რა. And if a double deck of bus crashes into us. თუ რაღაც ესეთია რა, ეგ გამახსენდა ავტო. G2-ს ქუდის შემდეგ როგორი დამთხოვა არის Tesla გაზზე. ნუ დამთხოვა იმიტომ რომ ელექტრო EV მყავს, ელექტრომანქანა, მაგრამ Tesla არა, მადლობა ღმერთს. გაზზე. დამჭირდა სხვათა შორის ამას წინ გადავწყვიტე რომ რატომღაც ელექტრომანქანით, ჩემი არის ესე ვთქვათ, Ford Mustang Mach-E GT ელექტრო და გადავწყვიტე რომ სვანეთში ავსრულიყავი ელექტრომანქანით. და მან ბევრჯერ ვინატრე გაზი, ბენზინი, არ ვიცი, რა ვიცი, ფხევადი გაზი, დიზელი, ყველაფერი, იმიტომ რომ ზუგდიდში 3 საათი ველოდებოდი დატენვას, 4 საათი. და ნესტიაში 4 დღე ვეძებდი დამტენს და ბოლოს მაინც სალღაში ტეფცელზე ძლივ დავტენე, როცა გადაბმულად 3 საათი არ ჩაქრა დენი ნესტიაში და ძლივ შემოაღწია ესე ზუგდიდამდე დაღმართის ხარჯზე. ამიტომ ყველას გირჩევთ რომ იყიდოთ ელექტროავტომობილი და გადაიყვანოთ გაზზე. მოგესალმებით, მე ვარ დიმანე ბერიძე და თამაშობ მაფიას. მოგესალმებით, მე ვარ თორნიკე ოქრიაშვილი და მოვედი სათამაშოდ მაფიის. თამაშობ უკვე რა ვიცი, ალბათ მეორე წელია. მითამაშია სატელევიზიო ვერსიაც, თამაშობ მეგობრებთან ერთად, მითამაშია ონლაინ და მქონდა ბედნიერება რომ იაკუძას როლით უკვე განახლებადი როლებითაც ეთამაშა და მინდა ვთქვა რომ ძალიან საინტერესოა და უფრო ისეთი დინამიური თამაში მიდის ჩემოთხოვით. მე კიდე ძალიან ახალი ვარ, თამაშობ მაფიოზო მონასტრონთ ძველ სტილში. გუშინ პირველად ვითამაშე, რამაც ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ჩემს ცხოვრებაში, მართლა მთელი დღეად
გუშინ თელი ღამის განმავლობაში ფიქრობდი ხვალ როგორ მეთამაშა ან დღეს შევეცდები რომ კარგი თამაში შევატარო. მე დავამატებ რომ გუშინ 3 ხელი ვითამაშეთ და შენ ორჯერ მოიგე. ხო. და კარგი დებიუტი ქონდა. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის ცივი ყავა. მე ყველაზე გემრიელი ცივი ყავა დამილავია შენთან კვიპროსში, სახლში. და კიდე გარეთ მიმდებარე ცივი ყავა მიყვარს ნაყინის გარეშე. ო, ეგ მახსოვს. შენ? მეც ნაყინოდ მიყვარს. ხო, რაღაც ნაყინი და ტკბილი არ უნდა იყოს ცივი ყავა. ძალიან იმაშება რა. ნაყინისკენ იყოს. შემიძლია ცალკე ვჭამო ნაყინი და მე დავუყოლო ცივი ყავა. მალე არ უნდა დალიო, რას ფიქრობ? მეც ეგრე ვფიქრობ. ძირითადად ჭამე ხოლმე, ხო? ხო. ხო, აი ნაყინით რო მგონია რომ ჭამაში გადადის და ხო, რა, დესერტი გონიათ, ხო, და შევჯერდეთ იმაზე რომ ცივი ყავა უნდა იყოს უნაყინო. უნაყინო და შაქრის შარეში. დღევანდელი G2 ქუდის თემა არის თეთრი დათვები. ხო. ალიასკაზე ყოფი თეთრი დათვები. მე ძალიან მიყვარს თეთრი, ზოგადად დათვი მიყვარს და თეთრი დათვი კიდე უფრო. დათვი არ მიყვარს და თეთრი მით უმეტეს ნანახიც ამყავს, შენ? ხო, ანუ ისე ხო ვიდეოში მიყვარს ნანახი და დათვთან საერთოდ ერთი მეზობელი მყავს, ძალიან მონადირეა რა. ძალიან აი ყველაფერზე ნადირობს რა. შრამი ხო არა აქ? ბიჭო, შრამიც აქვს რა. და რისგან მივიღეო ეგ შრამია? დათვს ხო არ ვიცი. დათვს რა არ ვიცი. აჩ ეგეთი შრამიანი ქართველი. ეგეთი ის აქვს რა, საღათას რომ ინადირობს ხოლმე, მე რაღაც საძმაკაცო რაღაც და სუფრა სახლში რა. დათვის ხორცი? ბიჭო, არა, მე დათვს ახლა უკვე მოვყევი ისტორია, მაგრამ დამიძახა რომ მოდიო რაღაც ხორცი უნდა გაგასინჯო რა. ხო და ანუ ხორ ვიზუალურად ვერ ვიცანი ის ხორცი იყო და გასინჯეო რა სიტყვა რა და რაღაცნაირი ხო ანუ არ ვიცი მეთქი რა რო შევჭამე ერთი ნაჭერი ვთქვა რა არის თქო დათვის ხორციო ჯერ ძალიან გამიტყვა მეთქი და რატო მოკალი სულ 3 დათვი დადის ჩვენთან და 2 რატო დატოვე მეთქი და მე კიდე რა გამოცდილება მაქვს დათვის ხორცი ჭამე ეგრე მათ რა და არ იქნებ მოგატყუა იმიტომ რომ ჩემთვის ყველა დათვი მონადირე აფერისტი არის და ეგრე ჩამომიყალებ და ბავშვობიდან ისეს შრამიანს ხედავდი ყველა მეუნებოდა რომ აი დათვთან ნაჭხუბარი მაქვს ველოსიპედი წავა თეთრი დათვი არ შეხვედრიეთ ალბათ და მაგით თეთრი დათვი ჩვენთან ხო არ ვიცი მოკლედ დათვებზე არ ინადიროთ ვაცადეთ ბუნებაში ყოფნა და თეთრზე მით უმეტეს არ ინადიროთ